პრობლემაა. სერიოზული პრობლემაა, ნახეთ, რაღაცა წარმოიქმნა საკითხი. წვავე საკითხი. როგორ გავაკეთებდით ჩვენ? გამოვიდოდით, გავაკეთებდით ბრიფინგს. კი არ შემოიჭრებოდა ეს ხალხი, ჩვენ დავპატიჟებდით შესაბამის საფარში, ვაჩვენებდით, აგერ ნახეთ, კონკრეტული შემთხვევა, აბა რომელ ძაღლზეა საუბარი, ამ ძაღლზეა საუბარი. მოდით ვნახოთ აბა როგორ მოხდა. რა ცივილიზებულად გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი. ინფორმაციას მე მივაწვდით, აქეთ კი არ შემოჭრას კი არ ვაიძულებდი ამ ხალხს, რომელსაც ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მეც რა ვიცი. და ჩემი თავი მახსოვს ცხოველების დაცვაში ვარ და მიმაჩნია რომ იცით როგორ მომენტი აიხლაც აქ ესეთი ნიშანი მიბნევია მე ხარს უჭერ ცხოველების უფლებას ცხოველებს აი ამ ცხოველებს შეწოდება კი არ ჭირდება უფლებები ჭირდება ამ კონსტიტუციური გარანტია მთელი ევროპა აღიარებს ამას აგლი კატა ვერ დაწერს განცხადებას საჩივარ პროკურატურაში ვერ შეიტანს ამიტომ მაგ გაცილებით მეტი ყურადღება ესე რა სწორი ხარ ბრიტანეთში თუ მანქანამ გაიტანა თქვა ძაღლი ან კატა ან სხვა ცხოველი უფრო დიდი სანქციებია უფრო დიდი საჟელია ვიდრე ადამიანს რო დაეჯახოს იმიტომ იმ ძაღლს დამცველი იმ ცხოველს არ ახავს შენს რა სწორი ხარ ეს გამოთქმა ღმერთმა რო თქვა ადამიანები გიყვარდეს და ადამიანები ბოლო ალბათ მარტო ძაღლებმა გაიგე ისე უყვარს ადამიანი უყვარს ძაღლს განსაკუთრებით ესეთი სიყვარული არ ვიცი არ არის ხო და აი ეს არის ახლა მოხდა პრობლემა კი შეიძლება მოხდეს რაღაცა ესე არ არის კაცდა ბრიტანეთში ყველგან ხდება ხოლმე გამოდი აქეთ დაპატიჟე პრობლემები შეისწავლე და დაინახავს ეს ხალხი რომ შენ გახსნილი ხარ დასამალი არაფერი არ აგაკ მაგრამ ძალიან ძნელია მუშაობა. აი ახლა აქ ქვევით კიდევ ერთი დისპლეი მაქვს კომპიუტერზე და 24 წელს თუ იყო ბიუჯეტი 7.5 მილიონი 25-ში გაზარდეს 12.5 მილიონი იყო და აშენეს რაღაც ახალი ვოლიერები რომ კითხო ახლა ევროპული სტანდარტი ნამდვილად არ არის არა მომდეჯერ ნამყოფი და ცოტა რთული გასაჩერებელია ისეთი სუნი გაზდა ანტისანიტარია და ამ წელს ისევ პრაქტიკულად 11.5 მილიონი. 11.5 მილიონიდან 60% მიდის ხელფასებზე. ვიცი ეგ ისტორია, ძალიან ცოტაა დაფინანსება და არასოდეს. მუშაობდა 197 დატოვეს. იმის დატოვეთ რომ რაოდენობა უნდა გავზარდოთ. უნდა გავზარდოთ მარტო რომ ალჭერეთის ქუჩაზეა. აეროპორტისკენ ალბათ იცით სანად. მარტო იქ არ უნდა იყოს. მე თბილისის, თქვა დასავლეთის მხარესაც უნდა იყოს, თქვა განშიან თბილისის ზღვაზე იქაც უნდა გაკეთდეს უნდა იყოს 10-ვე რაიონში მე დათო ნახეთ რაშია საქმე ეს არის ფედერალური პრობლემა მე რომ თბილისში კარგად გავაკეთო არ არის კარგად გაკეთებული ცოტა წინსვლები როგორ არა გვაქვს მაგრამ ხო გადავ ისევ გამოიწვია პრობლემა არა კომპეტენტურმა მმართველობამ ალბათ და არა კომპეტენტ მთელი საქართველოს პრობლემაა მე რომ თბილისში მოვაგვარო ძაღლები ცხეთიდან შემოვიდა ბათუმში რა დღეშია ეს ხალხი ბულვარზე გასეირნება საშიშია საჯავახოდან რომ გადადიხარ ჩოხატაურით და ოზურგეთამდე სანამ მიხვალ მე პირადად 100 ძაღლზე მეტი დავთვალე ამ გზას კი ძალიან ბევრია ტრასებზე გეთანხმები 4 ძაღლი არის მანქანის მიერ გატანილი და საწყლები ხო გესმით არა ეს არის მთელი საქართველოს დონის პრობლემა და გადაწყვეტა ისევ პოლიტიკური ნება და ნორმალური ფინანსები. ესე იგი, პრობლემებში რო წაიკითხოთ რა უწერია ამ თბილისზე ვიცახე და ყველგან ეს არის კადრების დენადობა. რატო? აპატია და მათხოვრული ხელფასებია და იმით. სამუშაო არის ძალიან საფასოსმგებლობა და ძალიან სერიოზული. 8 ოპერატიული მანქანა ყავს სულ 10 რაიონი არის და ერთი მოპედი. ხო და პირიქით რომ გავზარდოთ, გავაძლიეროთ ტრეინინგები ჩავატაროთ. ექიმების პრობლემა, ვეტერინარია არ არის საქართველოში. არ მიდის ხალხი ვეტერინარია. კერძო ვეტერინარული სენია კლინიკები. ზესტაფონიდან მქონდა ამის წინ ზარი. ზესტაფონში ძაღლის სტერილიზაცია, კასტრაცია არის ერთ-ერთი მეთოდი, სადაც შეგვიძლია შევაჩეროთ ესეთი, კატასტროფული ზრდა მიუსაფრად ცხოველების. არ არის. დაწესებულებს სადაც უფასოდ შემიძლია გაუკეთოთ ჩემ ძაღლს კასტრაცია ან ძაღლი იქნება და კერძო გაიხსნა 170 ლარი და ამიტომაც ზესტაფონელ ადამიანს ქუთაისში უნდა ჩავიდეს. ხო გესმით?
ასისულელი ამ ხელა გზებზე უნდა ატარონ კაცო რა უგორო გავაკეთა თუ არ გინდა 170 ლარი და მე ვთქვი ზესტაფონში სოფლებში 170 ლარი ძალიან დიდი პულია აბა რა თბილისში დიდი პულია ამათ გონიათ რომ არაფერი არ არის ამათვის ერთი ლანჩის პულიც არ არის 170 ისას ბატო გულწრფელად გეკითხები ერთ წავს რა დიდი ბეჭო საგრებულოს წევრი ხარ შენს და თუ არ ვწდები 39 თუ 40 კაცი ხართ ხო მოითხოვეთ ესა კაცო მოითხოვეთ მერიისაგან თუ არ გაქვენ უფლება ამ იმისი რა ქვია მოითხოვეთ აი მე უკვე მეორე მოწვევის დეპუტატი ვარ ვითხოვ აი ამ გაზრდას ვითხოვთ აი ამ გაზრდას დასაფუთებით სიტყვით რომ გავზარდო დაფინანსება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ არ უნდა გაუჩნდეს ვიღაც კი აგრესიული ძაღლებიც არიან და ზოგ მოქალაქეც არიან გეთახმები მაგრამ არ არიან ისეთ საშლები სახში ძაღლი მყავს ძალიან ისეთია არ არის აგრესიული მაგრამ ზოგი ხალხი მოდის მეგობრებია უამრავი ხალხი მოდის ჩემთან და ნუქს ეშინი აქვს ეს პრობლემა მაგრამ თუ არის აგრესიული ძაღლი გავაკეთოთ იზოლაცია ძალიან აგრესიულია და ნახეთ როდესაც ხდება გადაწყვეტილება იმის მიხედვით რომ უნდა დავაძინოთ ძაღლი ის საზოგადოებრივი კომისიაც იყოს საზოგადოებიდან შევდნენ ადამიანები და ნახონ რამდენად სწორედ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული საშინელი გადაწყვეტილება რომ ძაღლი დაადე ევთანაზია ნუ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ხო იგივე რიკეთდება ოპერაციები ვიყიდოთ ეს კამერები და ყველა ოპერაცია იყოს ვიდეოზე გადაღეროს და პირი გქონდეს როგორ გაუკეთა რამდენად იყო დაცული ყველა წესები რომელი მედიკამენტი გამოიყენა კიდევ ძაღლი და ცხოველი კატა საჩივარს ვერ და ვერ გეტყვი ბატო ეცა შეგეკითხები რა დიდი ეხლა რო უკვირდები გალიებში ვარ უბრალოდ კონტროლით ჭირდება მაბატი რა ერთავს გეტყვი რა ჩვენ ერთი 10 თუ 15 წლის წინ საუბრობდით ამ თემაზე და მეც ეხლა რაღაცეებში ვერ ყვევი ამ მიმართულებით აი თბილისში ვირთხები ძაღლებმა აი გარეთ მაწანწალა ძაღლებმა გაანადგურეს და ეს იყო მისალოცი საქმე რა იმიტომ რომ ვირთხებს წალეკილი ქონდათ სარდაფები და ისენი და სასარგებლო ცხოველები არიან დამიჯერი აი მართლა ძაღლებიც კი მაგის თმამინდა და აი ამ კუთხით უნდა უყურებდეს ხელისუფლება ამას ახლა მერის განცხადება აი გამიკვირდა რა ვიღაცის დაწერილია არა კომპეტენტურად არის ეს აგაშია არა კომპეტენტურობა და უცოდინარობა და უპასუხისმგებლობა პირველ რიგში მაინც უპასუხისმგებლობა დაკარგა ამ თავს რატო იღებს რომელიმე თანამდებობის პირი მაღალ ხელფას რაში იღებს პასუხისმგებლობაში და ეს მომენტი არ არსებობს მე ბულგარეთის მაგალითი მაქვს შესწავლე რამოდენიმე ქვეყნის შეება სოფიაში კატასტროფული მდგომარეობა კატასტროფა იყო მაგრამ აი ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებები კი დაალაგეს სიტუაცია რაღაცა რაოდენობა ძაღლების დატოვეს რომელიც მიკედლებულია პასუხისმგებელი პირები ყავთ თუ რაღაცა ხდება ამ პასუხისმგებელ პირებს ატყობინებენ მაგრამ ზუსტად მელეთის პრობლემაც ვატო საინტერესო დეტალს გეტყვი მეთქი უნგრეთში პოლონეთში ჩეხოსლოვაკიაში პენსიონერი ხალხი მოხუცებულები რო არიან თვითონ აი ესეთ დაწესებულების მესვეურების თავაზობენ აი ესეთი ძაღლია ესეთი ხასიათისაა და აბარებენ მათ და თან არის საკვებითაც ამარაგებენ პენსიონერებს უადვილდება ცხოვრება მარტო ცხოვრება ჯობია ცხოველთან ახლოს ყოფნა და რა საოცრებაა იცი რომ პირველ ხანებში თურმე კატებს უფრო ირჩევდნენ და ეხლა უკვე ძაღლებსაც ირჩევენ რაღაცა ფორმულაა გამოსანახი რომ ამ ძაღლებს უვლიდეს სახში ვინმე სამის გაკეთების უბრალოდ კიდევ ამბობ დათო შეხედეთ აი იტალიაში ეხლა შემოიღეს ეს კანონი თუ ძაღლს მიატოვებ აი როგორც ჩვენთან ქუჩაში ძაღლს 10,000 ევროა ჯარი კი ჯარიმა ხო 10,000 შემდეგში თუ ხარ უნდა ბოლომდე მიხედოს პასუხისმგებლობაში ეს არ გამკაცრდა კიდევ უფლებები ჭირდება ამ ძაღლებს უფლებები და არა შეწოდება ვაიმე ცუგა რაწოდოა უფლებები და მაქსიმალური ორგანიზება გასაგებია ძაღლი მაგრამ სადღაც არის მიმკედლებელი დაურეკე და იმაზე არის ხოლმე მაშინ მე ვთქვი რომ მოდით ელექტრონული ჩიპები ჩავაყენოთ გქონდა იდეა აუ ძვირია ვაი ყურებზეც რო აქვს ისაც საკმარისი
არ არის მაგის არ არის საკვარი ვრება ელექტრონულ ჩიპზე ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ვინაა მიმკედლებელი როდის გაუკეთდა ვაქცინა როდის გაუკეთდა სტერილიზაცია რომელ უბანში იყო ნაპოვნი უამრავი ინფორმაცია იწერება რომ დიახაც ხო ცოტა ძვირია მაგრამ საჭიროა ამით ზუსტად აი ეს ყოველწლიურად არ გვექნება ამაზე სასაუბრო ნუ ვიყიდის მერია კიდე ახალ მანქანებს ბოლო 2025-26-ში გამოშვებულებს და როგორმე ძველი პრიუსები და თიულიან ძალიან კაი მანქანაა პრიუსი მე ძალიან მოკლედ იმითია რომ დიახაც იმითია რომ ძალიან კაი მანქანებია და არ არის საჭირო რომ ბოლო მოდელები და ამავე დროს თბილისის აი ამ სააგენტოს ცხოველთა მონიტორინგის 8 ოპერატიული მანქანა ყავს ცოტა მე ძალიან ცოტაა უამრავი ახალი კიდევ ამას არსებობს ზოგჯერ თქვა აგრესიულ ძაღლზე არსებობს სპეციალური თოფები არა მოსაკლავად არა დავაძინოთ ხო ორი თოფი გვაქვს კაი არ გადა რაუბედურობა მარტო 86,000 ძაღლია თბილისში დარეგისტრირებული და არა მოსაკლავად კიდევ დავაძინოთ გადავიყვანოთ გავაჩეროთ ის თავშესაფარებით უნდა გავზარდოთ უფრო დიდხანს დავაკვირდეთ უფრო დიდხანს დავაკვირდეთ უფრო ცალ-ცალკე ვორიერები ეს ვორიერი ახლა თქვენ ხო უყურებთ აი ამ კადრებს შევარდა ეს ხალხი და მესმის ამ ნახეთ რა ხდება მაგრამ არ არის არავინ არ მიდის სამუშაოდ იმ მიზერულ ხელფასზე და საკმაოდ არც ისე უსაფრთხო სამუშაოა გეთახვევი აქ თუ არ იქნება შესაბამისი ადეკვატური ანაზღაურება შესაბამისი ტრეინინგები ატარებენ 50 კაცს უტარებენ ტრეინინგს ხო კარგია მაგრამ მეტი ისინი არ ყოფნის კიდევ ვეტერინარები რომელიც აი ამ ოპერაციებში ვერ ვაკეთებთ მოდი კერძოები დავიქირავოთ მოველაპარაკოთ ეს არ არის რაღაცა გადაუწყვეტელი უბრალოდ ყოველ წელს მიდის საუბარი აი ხო პროგრამა რო წაიკითხოთ 2025 წლის ბიუჯეტი აი ერთ იგივეა გადაწერი აბსოლუტურად რო ავიღო მე რო ვიყავი წინა მოწვევაზე და ეხლა ყოველ წლით ერთ და იგივე იწერე არ ვერაფერი განსხვავება ვერ ვნახე რა და ყოველ წელს ეს არ წყდება და გადაწყვეტა რო იყოს ისეთი რომ გადაუწყვეტელი იყოს ამის გადაწყვეტა შეიძლება იქნება პოლიტიკა მაგრამ კიდევ მარტო თბილისიაში თელი საქართველოს ფედერალური პროგრამა იგივე ოზურგეთშიც უნდა იყოს ესეთივე მიდგომა აი ეს თაფონში საერთოდ არ არის ხო რომელი ძაღლის სტერილიზაცია და კასტრაცია რო ჩატარო ქუთაისში უნდა წაიღო რატოა სოფელში ის კაცი გლეხი კაცი რო ყავს ყავს ძაღლი არ არის წერილებული დაყარა ლეკვები ამან გადაყარა ის ლეკვები ან გაიზარდა ის ლეკვები კიდევ 100 ძაღლზე მეტი დავტარე საჯავახოს გადასახვევი და ოზურგეთამდე განსაკუთრებით ძალიან ძნელია ლეკვების დაყარა ბურნათის ჩოხატაურის ბურნათის გზა იმაზე თან ვიწროა ის უღელტეხელზე და უამრავი აბაგეთ ცუდაზე განჭლეტილი და მოკლული ძაღლია აი რა გახდა მაგრამ კიდე აქ ვამბობ აქ ფედერალური ცენტრალური მთავრობის ჯარევაა საჭირო პრობლემა ვერ გადაჭრას რომ ძალიან მოინდომოს და უნდა იყოს ყველგან ერთნაირი არა აქვს მნიშვნელობა ეს რა როდის ხდება ლაგოდეხში მოხდება თბილისში თუ ოზურგეთში არა ერთნაირი მიდგომა რას აკეთებენ ხო ისეთ კიდე არა ოზურგეთელები აიღებენ ძაღლებს გადაიყვანენ იქეთ რა ქვია ოზურგეთელები გადაიყვანენ ლანჩხუთში მე მოაგროვებენ გადმოიყვანენ ჩოხატაურლები სამტრედიაში აი ეს პრობლემა უნდა და ამით ვითომ საქმე არ კეთდება ეს პრობლემა და მიხედვა უნდა რა სწორი ხარ ბულგარელებმა შეგეხლა მე ნიდერლანდებზე და ბრიტანეთზე არ ვისაუბრებ მაგრამ საუბრობ ქვეყნები რომელიც ჩვენაირ დღეში იყო და ბეკერის ორმოები რო ქონდა როგორც ჩვენ ქონდა და ეს პრობლემა მოაგვარეს ჩადით სოფიაში და ნახეთ სოფია რატომ მომყავს რომ მაინც ასე თუ ისე პოსტსაბჭოთა ქვეყანა და მე-16 რესპუბლიკას ეძახდნენ კომუნისტები ხოდა კიან გამომდინარე იმათმა თუ შეძლეს ჩვენ რატო არ შეგვიძლია იგივეს გაკეთდეს თუმცა ახლა ჩვენ ევროპაში აღარ გვინდა შესვლა და ვიქნებით ბეკერის ორმომდე თუ არ მივალთ უკვე ალბათ წინ გადადგმული ნაბიჯია აი და ნაბიჯები გარი გადადგმული თქვა სპეციალური თქვა ცხენებით ჩამოდიან ხო იცით მე ერთხელ მეც გამოვიძახე აგერ დიდი ღომში ცხენი იყო ჩამოსული დავრეკე მოვიდა სპეციალური
სპეციალური ტრანსპორტი, ეს ცხენი შეიყვანეს, ყველაფერი მე დააჯარიმეს ალბათ ის ვინც გამოუშვა ცხენის შუა თბილისში. გასაგებია, წინ გადადგმული ნაბიჯები არის და ახლა რო არ შეიძლება რო ინფორმაციის მიწოდება ამ ხალხთან ურთიერთობა, ვინც არის გულშემატკივარი, იგივე ხალხთან ურთიერთობა, ვისაც ძაღლების ეშინია. ინფორმაცია ყველაფერი, აი ესეთი რაღაცა მოხდა, აი გორში დაწვეს ძაღლები. მიიყვანე, გახსენი, აჩვენე, თუ ვიდეო კამერები არ თუ არ ახარ დამნაშავე და თუ მართლა ჩაიდინე ესეთი რაღაცა, ძალიან მკაცრად უნდა დაისახოს. როგორც გითხარ, ძალიან მკაცრი და დაჟე უნდა იყოს. იმიტომ რომ აი ცოცხალი არსება და კიდევ ამ ძაღლმა რო სიყვარული იცის, ესე არ ვიცი, ადამიანებში იცის. არ ვიცი ბატონო, ძალიან ბევრი პრობლემებია და რა მაინტერესებს, იცი, აი შენ ხარ საკრებულოს წევრი, მე თუ მეხსოვე არ ღალატობს კიდევ ერთხელ გეკითხები და შენ არ გამეცნო, რამდენი ხარ თუ დეპუტატი? 50 დეპუტატი ვართ, აქედან ჩვენი პარტიიდან ნიკა ჩერქელიშვილი ძალიან აქტიურად მუშაობს, ყველა მიმართულებით ხედავთ ალბათ ამ დანგრეულ სკოლებში განსაკუთრებით და ქოცებიდან არავის არ აინტერესებს ეს ზაღლების ბედი? და 2 დეპუტატი კონსერვატორებიდან, ანუ ალტინფოს ერთი დეპუტატი. ასევე გამოიყო 3 დეპუტატი ხალხის ძილიდან, რომელიც თავის ოპოზიციას ეძახის. დანარჩენი ყველა არის ეგრეთ წოდებული ქოცები. და ქოცები სხვა ადამიანები არიან, გასვახლავად, ეგება ძაღლების ფანატიკოსი არის. გამონახეთ მოკავშირეები, ბევრი და რაღაცას კოლექტიურად გადაწყვეტილ. კი, ძალიან ვცდილობ, მაგრამ იცი როგორი მომენტია? ჩვენ ყველაფერი ვიცით. არავის ჭკუის სწავლება. განცენ კრუგერის სინდრომით. არავის ჭკუის სწავლება არ გვინდა, ყველაფერი კეთდება ძალიან კარგად. ესეთი ქალაქი არ არსებობს, ესეთი სუფთა, ესეთი დალაგებული. თუმცა ამ ბოლო დროს უკვე თვითონაც აღიარებენ, ვინმე თორმე ისინი მქონიაო საცობები ქალაქში. და სხვათა შორის საცობებზე გუშინ რომ კოოპერატივს მიმართა. ხო. გვიცვარით, ჩვენ გეგმაც აქვს. გეგმაც წარმოადგინეთ და სხვათა შორის რაც ვატყობ ჩვენი გეგმის გამოყენება იყენებენ. ძალიან კარგია თუ ამ გეგმას გამოიყენებენ და შემოვლით გზებს გააკეთებენ თბილისში, რომ ეს საცობები ოდნავ მაინც სხვათა შორის მეც მაგას ვფიქრობ, საცობია იმ გეგმას რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ფლატოს არა, მაგრამ ჩვენ გეგმით მოვდივართ და თუ რაღაცას ვაკრიტიკებთ, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ აი მე გავაკეთებდი ესე როგორც გითხარით. მოვიწოვდი პრესკონფერენციას, წავიყვანდი ამ ხალხს, ვანახებდი რა ხდება. აი ეს ძაღლი, აი ნახეთ, ეს ძაღლი ჯერჯერობით აკապყავს. ამ ძაღლზე აი ოქმი გვიწერია, რატო დავადიდეთ. პირობითად ვამბობ, მაგრამ რო გახსნილი რო იქნები, ამ ხალხსაც ეს აგრესია არ ეკნები. და კიდევ ვამბობ, დაძინება იქნება, ძაღლის მკურნალობა, დიაგნოზი. შევიყვანოთ საზოგადოების წარმომადგენლები, ერთად ისაც ესწრებოდეს. ბატონო, ეგება იქ საკრებულოში, ფოიეში, ბრიფინგი მოაწყოთ ხოლმე. ხშირად მოაწყეთ, ეხლა მე შენგან რატო უნდა გებულობდი ამას, ეს არის იცი ლეგიტიმური გზა. რატომღაც აი ეს ადგილი იმდენია სხვა უფრო მიწახური პრობლემებია, რომ საკრებულოს ხდომას მასმედია აღარ ესწრებს. რა საბაგა ძალიან მით უმეტეს ცხოველებზე არც დღეს მთელი თბილისი მაღაზე ლაპარაკობს, გასო ის ჩხარტიშვილს მართლა დიდი მადლობა. სხვა შორის რა 25 წელია ვიცნობ ამბის, სულ ცხოველების დაცვაზე იყო ორიენტირებული და დასაცავია, იცი, უნდა დავიცვათ ეს ცხოველები, არ ვიცი, იცი, აი მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისში არავის არ უხიდა. კატებს ინახავდნენ, იცი? პრაგმატული ის იყო და ამოკიდებულება. კატები თავებს არ ახარებდნენ. იტალიური ეზოები იყო მაშინ და კატებს უვლიდნენ როგორც პატრონს. ძაღლიც მოსავლელია, კატაც არის მოსავლელი. ესენი არიან დადგენილი ფაქტია, პირველი მოიშინაურეს პირველყოფილმა ადამიანებმა ეს ორი ცხოველი. მერე მოყვა ძროხა, ცხენი და ასე შემდეგ. ყველა ცხოველი კიდევ ამბობ უფლის შექმნილია და ყველას ადამიანი პასუხი. გეთანხმები. აზოჩინელებმა იქ გეოგრაფი რო გაანადგურეს. მერე საბჭოთა კავშირიდან ექსპორტი რო იმპორტი რო გააკეთეს ბეღურებს. სორია, საბერე. სულ მოუსპო. კიდევ აბსოლუტურად ყველა ცხოველს ჩვენ ვაგებთ პასუხს. თუ ამბობთ რომ ამ დედამიწის ისე მეფეები ვარ და ამ ბედადები ჩვენ ვარ ყველაზე პასუხისმგებლები ვართ. დიახაც ქვეწარმავლებზეც და რა თქმა უნდა შინაურ მიუსაფრ ცხოველს. გაკეთებადია თავარია სისტემა, ღიაობა და მივიღოთ ზოგჯერ რაღაცა შენიშვნას რომ მოგცემენ. უნდა თქვა, ხო, კაი იდეა, მოდი გავაკეთე. არ არის
გამოსაგონი ველოსიპედიც არ არის. აი ახლა აკრძალეს რამოდენიმე ჯიში ალბათ იცით გასამრავლებლად რა. მე პირადად ვიტყვი რომ მე მივესალმები მაგ მომენტს. განსაკუთრებით აი ესეთი ჯიშები როგორიც არის ხასკი, როგორიც არის რუსული ციმბირული ლაიკა, ალეუტური ლაიკა, ან მალამუტი საქართველოში ამ ძაღლების გაჩერება ეს არის დანაშაული. ეს მე ესე მიმაჩნია. დასაწყისში არ უნდა ჩამოგვეყვანო. და მივესალმე მაგ მომენტს. რაღაცები კეთება გამ. ძირითადი მომენტი მიუსაფარი ცხოველების ვერ წყდება და არ წყდება და რატო ისევ არ არის კავშირი, ან არის ჩაკეტილი სისტემა. გეთახმები ეგა სხვა შეხვდა და ესა მე გულწრფელად გეუბნები, მე დილაობით ლისტბაზე დავდივარ ხოლმე. აი როგორ გითხრა, ყოველ 2-3 წუთში ან ხალი, ან კაცი პატარა ძაღლები, განსაკუთრებით პატარა ძაღლები მოყავთ ასეირნებენ იქ. ძალიან ბევრია. და ამავე დროს ძალიან ბევრია გარეული ძაღლი იქ. ანუ მე დავთვალე, მგონი მოვყევი კიდევაც საუბრი 26 თუ 28 დავთვალე დღეს დილას. რა არის იცი, მაინც ჩვენთან ცხოვრობენ. უნდა აი ყურადღება უნდა გაამახვილონ და მე დამწდა გული რომ თბილის მერიამ ეგეთი განცხადება გააკეთა. მოსამა ეს მოქალაქე და აგრესიული ჯგუფი. არავინ არ არის აგრესიული. არავინ არ არის აგრესიული მერწმუნე. ნამდვილად არ იყავდა ახლა ლაშას. უნდა მიიყვანო ადამიანები მაგ ზონო. პირიქით საუბარი მოკავშირედ უნდა გაიხადონ ეს ცხოველთა მოყვარული ადამიანები მერიამ და აკეთი მოიწვიე დაელაპარაკე პრეტენზიები მოისმინე ჩაიწერე ღია კარის დღე დააწესოს ამერის მოადგილემ ან ვინმე იმასთან ერთად წადი დაავალე შედი თანაშემწე იქნება სპეციალისტი აი ეს დაგნი გამიყვიეთ რა ხდება და მოახსენე მე იმ ადამიანს და დაინახავს რომ ფულს რომ ხელფას რომ ღიბულობს და ის რომ ღიბულობს და იმიჯიბიდან იხდება მოქალაქის სორი ხარ. მისახედი არა ეს პრობლემა ახლა არის, რატო? კი, ხარჯიანიც იქნება. მე რომ კონდეს საშუალება, არის საშუალება ორჯერ გავსდიდი ბიუჯეტს. და ახალ სპეციალისტებს მოვიყვანდი, ახალ ოპერატორებს, ახალები, საჭიროა ეგეც. აუზრდიდი ხელფას, არ შეიძლება იმ ხელფასით მუშაობა არავითარ მოტივაცია ქონია ხელფასი, ხომ ეს გამიკვირდა ძალიან. ფაქტაც უნდა კონდეს, გამოცდილებაც უნდა კონდეს და გარემოც უნდა კონდეს, აპარატურა იქნება, მანქანა იქნება, დასაძინებელი საშუალებები იქნება, ინსტრუმენტი იქნება და ყველაფერზე ეს გადაწყვეტილება მოახსენოთ, ხო, ვალდებული ხარ რომ შენ ჩააბარო მოქალაქეს რას აკეთე? მე ვიცი და არაფერი არ იცია პრობლემას მაგაში. ასორი ხარ. შეიძლება დეტალი არის. შაბათს არის და იცი ხო მიწეს სიარული, მაგრამ მაინც 3 საათზე მეც მივალ იმ საპროტესტო აქციაზე აუცილებლად. 4-ში არის, არა 4 რიცხვში. არა, ეს 4-ში არის, დიახ, შაბათს 3 საათს. ხო, შაბათს. მე აუცილებლად წამოვალ. რა არის მე აუცილებლად იმის მიუხედავად რომ პრობლემაა, მაგრამ აუცილებლად ვიქნები მაგ აქციაზე და იმიტომ რომ შეიძლება ამ ცხოვრებას ჩვენ გარდა არავინ ვერავინ ვერ დაიცი. ვერავინ. ეს ჩვენი მოვალეობა. გეთა. სურვილი კი არა, მოვალეობა ამ ცხოვრებას კიდევ ცხოვრებს ჭირდებათ უფლებები და არა შეცოდები. და ამ უფლებების დაცვა. მადლობა ამ საუბრისას, აი გულწრფელად გეუბნები, აი მახარებს რომ აი საკრებულოში რამდენიმე კაცი მაინც ბრუნავთ ამაზე, მაგრამ ეს მერის ეს განცხადება აი რბილად რო თქვა ვიღაცის აი ჩინოვნიკის დაწერილია ჩვენით ნუ მილიონ მე მგონი რაღაც 300,000 ქართველი დედაქალაქის ცხოვრები არის. მაგრამ 86,000 ზაღლია, 350,000 კატა არის. ალბათ ბევრი, სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს სტატისტიკა. არა, საშუალო სტატისტიკა ესეა. არის, აი ძალიან თითიდან გამოწვეული რა. არა გვაქვს ჩვენ ზუსტი სტატისტიკა. არა, ნუ უკანასკნელი ციფრები ეს მახსოვს მე იმ შემდეგ აღწერა არ მომხდარა. მაგაზე ნაკლები არ იქნება. ეს მინიმუმი. აი ეხლა აი ფანჯარა ღია მაგ და ქუჩის კატა არის ერთ შავი საყვარელია შემოგდა აგერ ეხლა დასათვლელია ამ ხელას მერია ფულის მეტი რა დაითვალონ აი რომელ რაიონში უფრო მეტია წესი და რიგით კერძო სახლები სადაც აი იქ უნდა იყვნენ მეტნი არიან აი გასათვლელი ახლა კორპუსებში ну, არ ამგონია რომ ბევრი ცხოველი შესახდეს და რაღაც ან სარდაფებში იყოს, რაღაცა მოსაფიქრებელია და ინიციატივა მერიამ უნდა შეისაკრას, გამოიმუშაოს და არა სამხედროების. ქალაქის მერია და მერს იმიტომ რომ პასუხს ყველაფერზე აგებს, რაც ქალაქში ხდება. ეს
სტამბოლში კატას ხელს ვერ არ აიღო. სახლი ჩამოინგრა, პასუხისმგებლობა არ იყო. ბავშვი დაიწყო. რიგაზე პასუხისმგებლობა არ იყო. ძაღლების დიდი რაოდენობა პასუხისმგებლობა არ იყო და აბა რაზე ვიღებ პასუხისმგებლობა? აღარ ვეძახი, აი ეს სასადილოებზე, რომელიც ყოველ წელს, რაც მე ვარ საკრებულში, ყოველ წელს ამ საკითხს ვაყენებ და თურმე აღმოჩნდა ვიპარავენ, დედა? თურმე აღმოჩნდა საბავშვო ბაღებში უშიშროების ხელმძღვანელი, არა, ჯერ არ არის მჟავდებული, ბრალდებული, მაგრამ ბრალი წაუყენეს იმაში, რომ საბავშვო ბაღების კვებიდან უსაკეთებ. არ მიყვარს წინასწარ ადამიანს. სასამართლო ამ სასამართლოს რა უთხარი, მაგრამ სასამართლოს არ გამოიტანს, არ შეიძლება კაც რამე დააბრალო, რაც კობახიძეებს და პაპუასაშვილებს ახასიათებს, არ შეიძლება ადამიანებს დაბრალება, ხო? ყოველ შემთხვევაში ბრალი წარუდგინეს იმაზე, და მაპატიეთ და ბატონი კალაძე სად იყურება, ეს შენი საბავშვო ბაღებია და შენ აკეთებ შესყიდვებს პროდუქტების. აი, რა ვიცი, ესენი მალე წავლეთ, შემო არ ვიცი ახლა მე რო უკვირდები, კრიზისული სიტუაცია. ყოფნის ქვეყანას ძალიან უკან და უკან მიდის ქვეყანა. უკან მივდივართ, ბატო, ვაღიარებ, მეც აქამდე აი ესეთი მასობრივი არ არის რა სწორი და მიხედონ უნდა გაზოდა. მართლა მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს, ტურისტული ვითომ ქვეყანა ვართ, ხო? ბათუმში სხვა შორის, ბათუმში ძალიან ბევრი ძაღლები არიან. რაღაცა უნდა ანთაფში საფარი აუშენონ უფრო დიდი. სოფლებშიც არიან და აქვია მუნიციპალიტეტების როგორც დაბებში, ასევე ქალაქებში. ყველგან არის ეს პრობლემა. ამიტომ ფედერალური დონის პრობლემაა. უნდა გადაიხა მე ერთხელ მერიაში ველაპარაკე ერთის რაღაცა გააკეთეთ 80 მილიონი ჯდებაო და მერია სადაა კამენის თავი. დაჯდეს. სამაგიეროდ პრობლემა გადაწყდება. აი პრობლემა გადაწყდება. შესაბამისი სისტემა შეიქმნება, რაც მოგცემ საშუალებას, როცა სისტემა არ აქვს შენ შავხრელებს. სწორი ხარ. სისტემა რო აქვს, შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ხედავ, აქ ამა პრობლემა, ეს უნდა გადაუწყვიტო. აქ ამა რაღაცა სისტემური ჩავარდნა მაქვს, ეს უნდა გადაუწყვიტო და იდეალობა ის იგივე აი ამ ქვია, უფასო სასადილოების საკითხი. ეს ალკე უბედურებაა, კაცო, ვიცი ეგ ისტორიას. საუბედუროდ რო აღარ მწყდება, მაგრამ ერთ დეტალი მინდა მოგიყვე, აი გაჩერება, ანუ ახლა აქედან რუსთავისკენ ცალკე მიდის გზა იქ თელავისკენ და ვიღაცა რუსი ცოლ-ქმარი იყო და მე რატომაც რუსი ვეგონე და რუსულად ვკითხეს, что это такое და რა გინდათ მეთქი. ძაღლებიო, ესეო, როგორ დადიანო, ეს ხო საშიშიაო. ქუჩაში გადარბენა იცია ხოლმე ამ შეჩვენებულება და მე ვთქვი, კარგად ერკვევიან მეთქი, ხა, ეგეთი პრობლემები მეთქი წვრილმანია მე თუ კითხოთ. არა, დაუშვებელი ესეო, ტროტუარზე უნდა გადადიოდეს ზაღლიო და ვიფიქრე, საიდან არიან მეთქი და მე გავიგე რიგელები იყვნენ. რიგაში ხო ერთი 40%-ზე მეტი რუსები ცხოვრობენ და გაუკვირდათ, გაიგე და რამდენით უკან ვარ მეთქი მე ვფიქრობდი, იცი ამაზე და მართლა არ არის ლამაზი რა დღეში ვართ რა. ცხოველებს დაცვა უნდა, პატრონობა უნდა და როგორ არის ის ანუ პატრონე მამულსაო რა უნდა უპატრონოს მერია მამას ყველაფერს რა. ძალიან ბევრია, მისახედია რა, მისახედი. ბატონო, მადლობა ამ საუბრისათვის. მე გულწრფელად გეუბნები ხოლმე და რავი, აღარ მეხმაურები შენა და თუ კი მსგავსი რაღაც პრობლემების განხება იქნება საკრებულოში. ერთი დღით ადრე დამიკავშირდი და დაკითხავთ ერთ-ერთს შენს კოლეგებსაც საჯარო უნდა გახდეს ისი განხილვა ნებისმიერი პრობლემისა, რომელიც ქალაქს შეეხება და პრობლემა როდესაც ჩანს ხო, სწორი ხარ. უფრო ადვილად და როგორც აგრესიულად აღარ აღიკვირება. რაღაც ვარც მინდა ვისაჩქობი და ის ცემენ და უზიარებენ. მე არ მინახია რამდენი 13 თუ რამდენი წელი არიან ხელისუფლებაში. ერთ რამეზე ეთქვათ მაინც შეცდომა დაუშვი. ხუთბაცათა პრემიერ-მინისტრი ყავდა 8 წელიწად. ხუთბაცათა. იმასე არ თქვენ შეცდომა დაუშვი. ეს პრობლემა, ეს არის გაუნათლებელი ხალხის პრობლემა, ვისაც არ შეუძლია თავის შეცდომების აღიარება. გეთახვები, ნუ არ აღიარებენ ეგენი. მე ეს არ ვიცი და მოდი სხვასთან ერთად გავაკეთებ, ვისაც ჩემზე მეტი იცის, ვისაც უფრო დიდი გამოწვევებია. საჭირო. ალბათ საჭირო ეს